მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ეს დღეებია რაც მე გზაში ვარ და თავგადასავლებში ვარ. ნიამბები ხდება საქართველოში და თურმე ხალხო ესეთი ამბავი გავრცელდა და ესეთი საქმეები მოხდა რომ თურმე ღარიბაშვილი კორუმპირებული ყოფილა. გამოვიდა თურმე საქართველოს უსათნოესი, უპატიოსნესი პროკურატურა და გამოაცხადა თურმე რომ ირაკლი ღარიბაშვილი თურმე ჯარს თურმე ფულს პარავდა და ეს ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩაუსვია მოკლედ და მოკლედ მთელი ამბებია ატეხილი რა, მოკლედ მთელი ნაცკუცური სანაგვი დუხს აი დამპალია ეს წუთი სოფელი, მაგრამ აი ცხონებული ზვიად გამსახურდია რომ იყო და ხო დადგება დრო და იუდას უბეში აღზრდილი ვირთხები ერთმანეთს შეჭამენ. აი ის დრო არის დამგარი. ზუსტად რო თქვენ უნდა ჭამოთ ერთმანეთი. უნდა ჭამოთ. ეს არაფერია. ეს ზღვაში წვეთია. და შენ ღარიბაშვილო, ნელსონ მანდელობა თუ გინდა და საერთოდ არ ვიცი ამ პროექტს რა მომავალი გააჩნია. ბიზნესი არ მიღალატები კი და მსგავსი რაღაცები კი არა, პირდაპირ დაადევი თითი და პირდაპირ თქვი სათქმელი და პირდაპირ გამოაქვეყნე ის ბინძური ნიფხვები, რომელი ბინძური ნიფხვებიც ბატონი ბიზნეს თამადობით ხდებოდა ყველაფერი საქმის კურსში ხარ შენ. ხო და მომისმინე თუ ეს ყველაფერი მართული არ არის და თუ ეს ყველაფერი არის რეალური, რასაც დაპირისპირებად მე ეჭვი მეპარება სიმართლე გითხრა ადამიანურად გეუბნებით, ეჭვი მეპარება რომ აქ რაღაცასთან იყოს საქმე, იმიტომ რომ საქართველოში 10 წელი და 15 წელიწადი კორუფციის გამო არავის არ მოუხდია. არავის არ მოუხდია, არ ყოფილა ასეთი რაღაცა. ნიკით, ყველა აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესი ადრე თუ გვიან იქნა ჩაფარცხული, ყველაფერი იქნა მოგვარებული ქართულ ჯიგრულ პონჩი და არავის არ უგია პასუხი თავის დანაშაულებებზე. არავის არ მოუნანიებია მისი დანაშაული ქართველიერის მიმართ და მონანიებაში რა იგულისხმება. ის კი არა რომ მე გადავდექი და წავედი და ეს ვქენ. გაიყიდა ყველაფერი, დაებრუნებია ხალხისთვის. ბოდიში მოეხადა ქართველიერისთვის და წასულიყო სადღაც მონასტერში. მლოცველად და გარეთ არ გამოჩერდიყო, იქაც თუ მიიღებდნენ კიდე საკითხავი იყო, შეიძლება კვიპრიანი კართაგენელივით წლები ვგარიყო ეკლესიაში შესასვლელთან. ასეთი რაღაც ჩვენთან არ მომხდარა. ხო და მე ქოცური დემოკრატიის ერთი რაღაცა მიგონს. ბიჭო, როგორ ხდება იქ ყველაფერი ასე დროსა და სივრცეში, როგორ ემთხვევა, რომ როდესაც კაცს დაიჭერენ, როდესაც კაცის გაბუჭებას დააპირებენ, იმ მომენტში მოხდება ესეთი რაღაცა, რომ 2022 წლის ამბავი, ამის ამბავი, მოულოდნელად ვიღაცა რაღაცას აღიარებს, მოულოდნელად ვიღაცას რაღაცა ცოდვები გაახსენდება, მოულოდნელად კორუმპირებული ვიღაცა გახდება, ვიღაცას მაშინ მოუნდება ესე აღიარების საკითხი, ვიღაცას ღალატი დაერქმება, იქ ბურჭულაძე იქნება თუ ეს იქნება თუ ის იქნება. რატომ ანდა მაინც ამ დროს, რატომ ანდა მაინც ახლა? აქამდე სად იყავით თქვენი დებილი დედაშევეცი? აქამდე რატო არ აღიარა ბურჭულაძე? და შვება თავდაცვის სამინისტროში მომხდარი უამრავი დანაშაული. რაღაცა მე ასე მახსოვს მაშინაც რომ ნაცების დროსაც ესე იყო რომ აი როდესაც ირაკლი ოქროაშვილი გაუღალატდა სააკოვს, მაშინ გაახსენდათ უცებ რომ ორფოლოს პოლიგონზე ტყვიები რო შემოიტანეს, დაობებული ტყვიები იყო. მართლა მასე უმბარდ ყორცნების გასროლიდან 5-ის ერთი კომპლექტიდან 3-4 ისროდა და დანარჩენი ყველა დანისტილი იყო. მაშინ გაახსენდათ რომ ორი სამხედრო ბაზარო შენდებოდა 15-16 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო კედლების სიგანი და უცებ აღმოჩნდა რომ 12 იყო. მაშინ ხალვაშმაც მე კაი ჯამა. ახლა ყოველთვის ეს ხდება. და ეს ხდება დღესაც. რა ხდება? რაშია საქმე ბიძინა ივანიშვილის წმინდა ბიზნეს მართულ ქვეყანაში, წმინდა ბიზნეს აშენებულ ქვეყანაში
ესეთი რაღაცები როგორ ხდება რა? თუ აფხაზები რო იტყოდნენ ლენინ ახარა, ლენინ ახურა, ლენინ ახარახურაო, იგივეა რა, შეუახარა, შეუახურა, შეუახარახურა. ედვარდ ამბროსევიჩის სისტემა ცოცხალია? ცოცხლობს? ხო, ასია. შენ კიდე ნელსონ მანდელობა თუ გინდა და შენ ვინმეს ნელსონ მანდელობა თუ უნდა და შენგან რაღაცა შექმნა უნდა ეს შემთხვევა რომ თურმე პოლიტიკური პატიმარი ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილი. და როგორ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარი ქალბატონო ნათია? ეს ხო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც არავის არ აწამებენ, არავის არ ცემენ, არავის არ აგდებენ, არავის პოლიტიკურ სიტუაციას არ უზღუდავენ. ეს ხო ის ქვეყანაა, რომელიც ბატონმა ბიძინიმ, როგორც თქვენ ამბობდით, გარდაქმნა და მოდერნიზირებული გახდა. რომ შეიძლება პოლიტიკური პატიმრები ყავდეს. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის 250 პოლიტიკური პატიმარი რო ცანით და 250 პოლიტიკურ პატიმარს უნდა ყოლოდა 250 მინიმუმ დამნაშავე მოსამართლე, დამნაშავე პროკურორი, დამნაშავე გამომძიებელი და კაციშვილმა რო ვერ შეძელით რეაბილიტირება ამ ხალხის. მის მერე როგორ მოხდა ეს ყველაფერი რა? მე მიკვირს. საქართველოს შეფილი რა გასაკვირი. ან თეატრთან აგვაქვს საქმე. თეატრი არის იმაში რომ თუ პირდაპირ გეტყვით რა. ესეთი სიტყვა აქვს ნათქვამი თავის დროზე ვოლტერს გამოჩენილ ფრანგ მოაზროვნეს. გაიგე ვისი კრიტიკა გეგრძალება და მიხვდები ვინ არის შენი ბატონი. თქვენ ბატონი ბიძინის კრიტიკა გეგრძალებათ, ხო? რაღაცაშია აქ საქმე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც 2012 წლის მერე ნაცკოცური კოჰაბიტაციის გამო მიდიოდა ამბები ბატონმა ბიძინამ ეს ყველაფერი არ იცის. ბატონი ბიძინა არ არის ამ ყველაფრის საქმის კურსში. რაც ხდება, რა კოჰაბიტაციაც ხდება, რა უბედურებაც ხდება, როგორ ხდება. მახსოვს მე ეს წლების მანძილზე ამას აჯერებდით ხალხს, რომ წმინდა ბიძინამ არაფერი არ იცოდა. ახლაც არ იცის ქალბატონო ნათია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შვილობილის პრობლემა ნამდვილად არ იცის ბატონმა ბიძინამ, ხო და რამენაირად მიდით შუშის სასახლესთან და სხვათა შორის ერთი იუმორისტულ შოუში შემხვდა ეგეთი რაღაცა, რომ როგორ გამოიყვანოთო ბიძინა ივანიშვილიო შუშის სასახლიდანო და გოგირდიო დავწვათ. გოგირდის სუნზე გველები გარბიან და დაწვით გოგირდი და გაიგებს ბატონი ბიძინი მაგ ყველაფერს რომ თურმე მისი ირაკლი და ჩემი ირაკლი როგორც იძახოდით რა დღეში ყოფილა. რას ამბობთ ხალხო? ეს ხო ის ქვეყანა რომელი ქვეყანაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი მოსამართლეებით და პროკურორებით და გამომძიებლებით არის სავსე. სადაც კოჰაბიტაცია გამოცხადა და სადაც თავის დროზე 99.7 გამომტყუნებელი განაჩენები იყო გამოტანილი. და არც ერთი მოსამართლე და არც ერთი პროკურორი და არც ერთი გამომძიებელი არაფერ შუაში არ იყო. ხო აპატიეთ ყველაფერი და მსხვერპლები ხო აღმოჩნდნენ. მურუსიძის თამადობით ეს ხალხი. ხო არ მეშლება, არა და სააკაშვილის პროკურატურამ 1937 წლის რეპრესიები რო განსაკუთრებით რო გიყვართ, იმას გადაასწრო და 1937 წელს ტროიკა რო ასამართლებდა საქართველოში. მეტი სამართლიანი აღმოჩნდა 93 იყო გამომტყუნებელი. და 7% იყო გამომართლებელი. და მერე ბევრმა კიდე რეაბილიტაცია მოახდინა. იმ რეპრესიების დროს და მიშას დროს იმის რა ქვია აჯანდა ქვია ამას მურუსიძის სასამართლომ 99.7 გამომტყუნებელი განაჩენები გამოუტანა და იგივე პროკურატურა დარჩა, იგივე სასამართლო დარჩა, იგივე გამოძიების სისტემა დარჩა და ზუსტად ისე გრძელდება ცხოვრება, როგორც გრძელდებოდა მიშას დროს, როგორც გრძელდებოდა
ედუარდ ამბროსევიჩის დროს და ხო არ ვიცი პინგვინი ხო ბიზნეს პინგვინი უფრო კაი პონჩი არის ვიდრე ბიზნეს თანამებრძოლები და საერთოდ რა არის აი აქ ბევრი რაღაცაზე მიდოდა თქმა რომ სხვათა შორის მათ შორის საადვოკატო კორპუსიც ხო იგივე ხო არ არის შემთხვევით აი ეს ადვოკატი ირაკლი ზაქარიაშვილი ამას როგორ უყვარო არ იგივე ადვოკატები ხო არ არიან დარჩენილი რომლებმაც სინდის ნამუსი და მორალი გაყიდეს რომ ურუსიძის სასამართლოში დარჩენილიყვნენ და ამათ პროკურატურასთან ქონოდათ გარიგება ადეიშვილის პროკურატურასთან და მერე თან სახელიც ქონოდეთ და ადვოკატზე რამე არის თქვას ეს ის ხო არ არის შემთხვევით ირაკლი ზაქარიაშვილო შენ როგორც დედოფალს არ აცდება პირველ ღამეს ისე არ აცდება რაც გილოდება როცა დაუბრუნდები სამშობლოში ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის გამო მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ირაკლი ზაქარიაშვილო სადა ერთი ის კრიტიკა გამправებლები რო ხართ ამ სასამართლო სისტემის ყველა რა მოხდა მამუკა ფიფიას დედას აგინებდი და ლანძღვაგინებაში გქონდათ ერთი ამბავი ატეხილი და როგორ მოხდა ისე რომ ყველა პოსტი ჩაშალე და ყველა პოსტი წაშალე რომელიც ფიფიას ეხებოდა შენი ოჯახი მოვყან მე შენ დედა შევეცი შენ ის კაცი ხო არა ხარ შვილი რო ყავს დაჭერილი და ქოცების იმას რო ებრძვი აი ესე უნდა მოგეთყნათ დედა დედის თქმა მამიში მშილში უნდა გქონდეთ ცხოვრება მირთხა შენს სხვებსაც დანარჩენებსაც შენი შვილი იქ უნდა ლტებოდეს ციხეში იმიტომ რომ ესეთი ბუზიშვილი მამა ყავს რომელიც საკუთარი შვილითაც ვაჭრობს რომელიც ტრაქს წმინდავს ბიძინა ივანიშვილს ეს თქვენი სამართალია ეს თქვენი სასამართლოა ეს თქვენი მართული ქვეყანაა თქვენ დედა უნდა მოგეთყნათ ბიჭო თქვენ ერთმანეთს უნდა ჭამოთ მაგრამ ეს არაფერია პირდაპირ უნდა ჭამოთ 90-იანებში რო იყო ხო იცი სამოქალაქო დაპირისპირება აი ისე უნდა უპირისპირდებოდით ერთმანეთს ასე არა Facebook ლომობით არ უნდა უპირისპირდებოდით ერთმანეთს თქვენი უნამუსო დედა შევეცი მე ისევე როგორც აი ჯანყარაშვილის და ამათი ამბებით სხვათა შორის ახლა ცოტა გადაუხვიე თემას და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა აი ეს ბოზიშვილი კოცი რო არის კოცი რა მთელი ქართული ოცნების სისტემა ინო ჭყარკავაზე და ირაკლი ჯანყარაშვილზე რო დგას აგერ პოსტი გამოაქვეყნა და რუსული რეჟიმია რო იძახით აგერ პოსტი გამოაქვეყნა გულბათ რცხილაძის ადვოკატმა იმასთან დაკავშირებით რომ თურმე რაც ხდება იქ და როგორ ღალატობენ როგორ უნამუსოდ როგორ უსინდისოდ იქცევიან როგორ ცუდად მოიქცა თურმე დიმიტრი ლორთქიფანიძე ისიც ადვოკატი ისიც მოაზროვნე ისიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამოუმჯობესებელი ისიც ადამიანი თურმე რომელიც იბრძვის და იღწვის ტერიტორიული მთლიანობის რუსეთთან დიალოგისთვის იბრძვის აი ეს ახართ ბიჭო თქვენ აი ეს ახართ ამ ბუზიშვილი ჯანყარაშვილს ყველას ნათრევი კახპარუა წაათრევთ ზოგს სტავროპოლში წაათრევთ ზოგს იმაში წაათრევთ და აქ ჟურნალისტად აქციეთ გულაშვილის და ამიმის კანტორაში დადგება თქვენი დრო დედა მოგეთყნებათ ყველას დედა მოგეთყნებათ აი მარტო მაგკაცის ცოდვა დაკუპავთ მაგ PPF-ს მაგ იმგეს რა ქვია ლორთქიფანიძეებს მაგ ჯანყარაშვილებს გვარებს ზოგადად ვამბობ უბრალოდ კოლექტიური პოლიტიკური იდენტიფიცირებისთვისაა საჭირო მაგ ზაქარიაშვილებს მაგათ დედა მოგეთყნებათ თქვენც მოხდებით აბსოლუტურად თქვენც მოხდებით ყველა აი ირაკლი ზაქარიაშვილო შენი დედა შევეცი და შენი დედა მოწყულიშვილი ხო არის ახლა ჩაგდებული ივანიშვილის სასამართლოს ხელში და ხო ტება იქ და ხო წივი ხარ და კი ვიხარ და შენ ხო გამოდიხარ და ივანიშვილის დავალებებს ასრულებ აქ ემლანწყო ჩემი ძმა ლანწყო ზოგადად ლანწყო ყველაფერი შენც შეგჭამს ეს უსამართლობა და ბიძინა ივანიშვილსაც შეჭამს საქართველოში დამპალი სისხლი უნდა გამოდიდეს არ გამოვა სხვანაირად არაფერი არ გამოვა არც ირაკლი ღარიბაშვილიდან გამოვა ნელსონ მანდელა არც თქვენგან გამოვა ციცერონები და არც იმიდან რა ქვია
თქვენი პროკურორებიდან გამოვა ესა რა ქვია ნიურნბერგის პროცესის ბრალმდებელი რუდენკოები არ იქნება ეს ის იქნება რაც ხარ თქვენ და რათაც მეტი ადრე და რათაც მეტი სწრაფად მოხდება საქართველოში ამ დამპალი სისხლის გამოდენა მით უფრო უკეთესი იქნება საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის ერთხელ და სამუდამოდ ცუდს და კარგს შორის მეტ და ნაკლებ ბოროტებას შორის ხო გააკეთეთ არჩევანი და ხო იძახით რომ ცოცხლს აგვიკეთებენ ტრაქში და ბიზნეს გაუმარჯოს ღმერთმა აი ის ბიზნესაა დედას რო გიტყრავთ და უკარით ტაში და იმ ბიზნეს გადამალული ცოცხი და დუბიკა რომ მოვა მერე გაიხსენეთ ბევრი რაღაცა მერე გაიხსენეთ არ დარჩები შენ ირაკლი ღარიბაშვილი 15 წელიწადი ციხეში რომ 15 წელიწადი ბიზნეს ივანიშვილი არ იქნება მოხდება მაგაც რაღაცა და შენც გამოგიშვებენ იმ შენც მაგაცაც გამოიშვებენ ახლა წავალაპარაკი რომ ეს რა მეგობრობა ამან იმას უღალატა იმან ამას უღალატა ეს როგორ მოხდა მეგობრები იყვენ ის ჭულაძე და ეს როგორ აღიარა ეს როგორ თქვა იციგო ეს ის ქვეყანა არის და იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც გენერალ-მაიორები ხდებიან და გენერალ-სიმუსები ხდებიან ღალატის გამო ისე რომ იარაღის დაშლაწყობა არ იცის ხალხმა და ბიზნა ივანიშვილმა არ უღალატა ქართველებს ბიზნა ივანიშვილის დედას შემეცი ბიზნა ივალიშვილის მაგიდებელს ტაშის პროექტს ყველას მოგითხარ უნამუსო დედის მუტყლების ყველას ძალიან კაციან თქვენი დედა შევხარ მაგან არ უღალატა მაგი არ მოვიდა მაგან არ გამოაცხადა მეორედოს კოჰაბიტაცია და გადაფარება და ასე შემდეგ რატო არავის არ გინდათ სიმართლე თქვენი დედა შევხარ მე პირში რატო არ გინდათ იმიტომ არ გინდათ რომ თქვენს ვიღაცას რაღაციდან გაჭმევთ და გამოვიდა და ქართველებს ყველაფერს დააჯერებთო მე იმ ქართველის დედას შევთხარებ ბიზნა ივანიშვილი რო რაღაცას დააჯერებს და მე იმ ქართველის დედას შევთხარებ ვისაც ბიზნა ივანიშვილი დიდი ქართველი გონია და დიდი კაცი გონია და ერის გადამჭერ თქვენ მოგითხართ დედის მუტელის ყველას აი იქ რომ მიდიხართ და ღმერთმა გადაგვარჩინა ბიზნამ გადაგვარჩინა ეს თქვენი დედა შევთხარებ ბიჭო აი ესეთი ქვეყანა აშენეთ აი ესეთ ქვეყანაში გიწევთ ცხოვრება ბიზნეს პინგვინობაზე და ზებრაზე გიწევთ ოცნებობა თქვენ ღარიბი ადამიანის სიმართლე არ გინდოდათ დიდრის ტყუილი გერჩივნათ და ვერ ისწავლეთ ჭკუა საქართველოში ხო აი ეს ბიზნა ივანიშვილის გზაა და ის ტაძრამდე ვერ მიგიყვანთ ყველაფერს აქვს დასასრული ამასაც აქვს დასასრული ამას იქნება ტრაგიკული დასასრული და ტრაგიკულად მოგეწყნებათ დედის პირი არა მარტო თქვენ ვინც ახლა ბიზნეს სამსახურში ხართ ტაშს რო უკრავდით თქვენთანაც მოვა ეს უზიანი აკლები და დაიჩოქებს ირაკლი ღარიბაშვილო დიდგორობა დღეს რომ მიჭერდი იმის გამო რომ რას ქვია მე ქართველი კაცი და ქართველ კაცობაზე რო გაქვს პრეტენზია აღნიშნავდი დიდგორობას ქართველებთან ერთად შენ აღსანიშნავი რა გვაქვს ბიჭო ჩვენზე დამარცხებული ჩვენზე სულში ჩაფურთხებული ჩვენზე გამწარებული ჩვენზე განადგურებული ერი არ მეგონება დედამიწის ხეში მატლი არა ისეთი დღევანდელი ქართველობა და ქართული სული რომ იჭერდი და ეს პრობლემა არაო მე რაო ხო გამოგიშვესო და მე რაო ხო მართალი ვიყავი და რატო უნდა დავეჭირებ ეს ხო მაშინ იყავით აი ახლა შენ ხო მოგადგა ეგ სამართალი ეგ ხო მოგოდ მაშინ მადლობა ბატონო ბიზნა ხო იცახი მადლობა ბატონო ბიზნა აი ახლა იცახი მადლობა ბატონო ბიზნა და ბევრმა ახლა იცახი მადლობა ბატონო ბიზნა დედა მოგეწყდებათ ყველას და რატომ მოგეწყდებათ იცი ქართველი ერის მიმართ ჩადენილ დანაშაულებებში აბსოლუტურად ყველა ხარ დამნაშავე როგორც ივანიშვილი როგორც ლაკაშვილი როგორც ღარიბაშვილი როგორც გახარია ყველა ხარ დამნაშავე აი იმ ბოზიშვილი ადვოკატების ჩათვლით რომლებმაც გააყრავეთ ყველაფერი თქვენი უნამუსო თქვენი ამორალური დედა შევთხარე მე ყველას ეს რო მარიამ კუბლაშვილების და ამათი ისინი რო არიან რა ქვია სასტავი როა და აქ თუმე მე რომ მე გვარით რომ მე მუქრებიან დაუბრუნდები დედას მოგიტყნავთ ყველას დედას მოგიტყნავთ მაგრამ ასე არ დაუბრუნდები დაუბრუნდები ისე როგორც დასაბრუნებელია და მოგეთქვა რასაც შევძლებ თელი ცხოვრება ერთადერთი მიზნით ცხოვრობ თქვენ მოგიტყნათ დედის მუტელი მეტი არაფერი დარდიმი არ აქვს აი ამ უსამართლობის ჭაობში კიდე რაც ხდება საქართველოში ღირსი ხართ და ჩაიხჩვით თქვენს რო იძახით რომ მე რა შუაში ვარო თქვენ იმ შუაში ხართ რომ ყველაფერი იცით და ხმის ამოღება არ გინდათ
ერთმანეთის დაცვა, მართალი კაცის დაცვა არ გინდათ, სიმართლე არ გინდათ. 1000 ბინძურეს რო შემოგტენიან, დიდგორობას რო ჩავლიან და ათათურქის საფლავს რო ემთხვევიან, იმასაც რო გააправებთ. თქვენს და ყველა ხართ ამ ყველაფრის ღირსი რა. აი ეს ფილმია ესეთი აღმოსავლეთის ექსპრესი. როგორ ხდება იქ მოკლა და ზოგი დუმილით ახშობს ამ ყველაფერს და დანაშაულებრივი სინდიკატი და ამ დანაშაულებრივი სინდიკატის მონაწილეები ხართ ყველა. და ურავინ გამოხვალთ აქედან ურავინ დაიწყებთ იმაზე ლაპარაკს რომ შენ ყველას ბრალია, ყველას წვლილია, ყველას დადებულია თითოაგური. ჩემი დადებულიცა 2012 წელს ნაცების დედა შევეცი ახლა რო იყოს იმათ ხარეს როგორ უნდა ყოფილიყავით, მაგრამ როგორ ცხოველს მოგვიწყეს სარეკლი ქართველებს და მეწინააღმდეგებოდ ამბოზიშვილების მოყვანაში მეზლობის სრული მაგ შეტანილი. აქ და ვერ ვაზროვნებდი შეიძლება 26 წლის ბიჭი ვიყავი მაშინ და მე თუ რამე დავაშავე მაგ ყველაფრით ჩემდა წილად ზღვავ მაგას. მაგრამ თქვენი შთამომავლობას ღავს. თქვენი შთამომავლობას ღავს ამას. და მიიღებთ იმას რისი ღირსიც ახართ რა. უკეთეს საქართველოში ცხოვრების ღირსი ნახეთ არ ახართ რა. დაჯექით ახლა და უყურეთ სეირებს, ვინმის უღალა და ვინმინ ჩაუშვა, ვინმინ გაბოზდა, ვინმინ გაპროჭდა, ვინმინ ასე და ვინმინ ისე და ესეთი სახელმწიფო და ესეთი მე პირდაპირ გეტყვით. ერთზეც ამაქვს პრეტენზია. ეს არ არის ეს არ არის ის დიდი ქართველიერი, რომელმაც დიდგორი მოიგო, რომელმაც ბაგრატი ააშენა, გელათი ააშენა, არ არის ეს მისი ალიკვალი არაა დარჩენილი. ერმა დაუშვა იქ ყველაფერი. ჩვენ დაუშვით ყველა. და ჩვენ საერთოდ სალაპარაკო არაფერი არა გვაქვს, რომ მივეცით ამ ხალხს იმის უფლება, რომ აი ესე ებლატავათ. და აი ესე გაიგდოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ღირსება, ჩვენი თავმოყარეობა, ასე გაეყარათ ქართველები საქართველოსთან, ასე გაეყიდათ ტერიტორიები, ასე მოეძულებიათ. და ჩვენი ბრალია, დღევანდელი ქართველი ერი არაფერს არ ქმნის. დღევანდელი ქართველი ერი არსებობის ღირსი არა, წინაპრის ნასუფრალით ცხოვრობს და იმასაც ვერ უვლის. იმასაც ვერ უვლით. მე-12 საუკუნეში აშენებულ გელათს 21 საუკუნეში ვერ უხურავთ და დამნაშავე არავინ არა, არც საპატრიარქო, არც კულტურის სამინისტრო, არც არქიტექტურა, არავინ, აი ეს სავართ. აი ეს ნედაცემულები ვარ და მივღებულობთ ყველაფერს დამსახურებულად და მომავალშიც მივიღებთ. მაშინ გამოვხიზლდებით, როდესაც აი როგორც ახლა ღარიბაშვილს რომ მიადგა და თურმე პოლიტიკური პატიმარი რო ყოფილა. როგორც ღარიბაშვილს მიადგა ის უზიანი აკლემი, ასე რომ მოგადგებათ ყველას. აი მაშინ გამოვხიზლდებით და მაშინ გაიგებთ ამ დედამოტყნული ურიების და ამ დედამოტყნული გვარგადაკეთებული ქართველების ხელში რო ხართ. და მაშინ გაიხსენებთ ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის აი იმ სიტყვებს. დღეს ხო ყველა იხსენებთ, რომ როგორ ზუსტად ახდა ყველაფერი. ჯერს ადახართ. უარესი დადგება რა. მოდი რა, ქალბატონო ზაირა თან ამ თურქული გვარით რა, ესე რა ქვია, შენი დედას შევეცი და მოგიტყანთ დედის მუტყლები და შენაირი გაზრდილი, შენაირი დედა რო შვილს გაზრდის, მე იმის დედა შევეცი. თანამდებობის გამო მოგიტყანთ, თანამდებობა მოგიტყანთ, პული მოგიტყანთ, ოქრო, თქვენი გადაჯიშებული, გადაგვარებული, შენაირი გადაგვარებული მდედრები ყველაზე მეტად მეზიზღება. იმიტომ რომ შენაირი ნაბოზვარი ქალები იმერ ნაბოზვარ შვილებს დიან. და ტრაქში უძრებით, იქ შეძრებით, რა ქვია, ათათურქის საფლავის კოცნას დაუწყებთ. გამომივიდა აქ, გაბოროტებული, სიყვარულის რა გააკეთეთ, რომ მიყვარდეთ. მე არ გაბოროტებულ ვარ. მადლობა, უფალს ვერ გამაბოროტებ. არ მაქვს ის შიდა იმიტომ. თუ არ ხარ ბოროტი ვერ გაბოროტები. მიუხედავად ყველაფრისა. თქვენ ყველას გაგცემთ. უფალიც გაგცემთ და ისტორია გაგასამართლებთ. ისტორია გაგასამართლებთ და ყველა ხართ აი ამ ქვაბში მოხარშული ხალხი და მიიღებთ ყველას. ეხლა რა შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილს მომისმინე შენც და შენ ირგვლივაც. თუ გინდა საზოგადოებამ დაიჯეროს რაღაცა და შენ არ ახარ გვერდში დგომის ღირსი არ ახარ ძმა. შენნაირი კაცი გვერდში დგომას არ იმსახურებს. არ იმსახურებს, იმიტომ რომ რაც გაქვს საქმით,
რაც გაქვს საქმით გაკეთებული ქართველი პატრიოტების მიმართ და ეროვნული ადამიანების მიმართ, ხო? აქედან გეუბნები, სად არიან ახლა ეს შენი ძმაკაცები, მაგათ დედა შევთხარე მე, შენი ძმაკაცობით რო ბლატაობდნენ. სად არიან? გამოვიდნენ, ახლა დაგიდგენ გვერდით. ახლა გარეთ მომისმენ. თუ შენ გინდა, რომ შენი რაღაცა ვინმე დაეჯეროს, გამოდი ღიად, ხელი დაადე ივანიშვილს, ჩამოთვალე მისი ცოდვები, ჩამოთვალე მისი დანაშაული, ჩამოთვალე მისი სიბინძურეები ქართველი ერის მიმართ ჩადენილი და მერე შეიძლება რაღაცაზე იფიქროს თუ არა. მარქსისტების ერთ-ერთი შემქმნელი შენც, მარქსისტების შემქმნელები არიან თქვენი ადვოკატებიანად, თქვენი პროკურორებიანად, თქვენი მოსამართლეებიანად და დედამოწყნია წაღმაუყუღმა დამპალხართმა ყველაფერში რა. აი ამის ღირსები ხარ თქვენ. აი ამის ღირსები ხარ. აბა ეხლა კარგად ძანდებოდეთ და მაგ რაც არ უნდა ოქროს გალიაში რო იჯდე, მაინც ციხეში ზერ. და საფიქრელად ბევრი დრო გაქვს. და თუ შენში 1 გრამი ქართული სისხლი მაინცაა. და თუ შენ გონებაში 1% ქართული მენტალიტეტია. გამოდი და თქვი. გამოდი და თქვი. გამოდი და კაცურად თქვი. და აღიარე რომ შეგეშალა. აღიარე კაცურად რომ შენ შეგეშალა ქართველი ერის მიმართ. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს დაძლებდი როგორც ძაღლის ლეკვი. და შენც აქვს წვრილი მენტალიტეტი და გამოდი და თქვი და მაშინ ჯანსაღი ქართველობა მიტევებასაც გააკეთებს და გვერდით დგომასაც გააკეთებს, მაგრამ სანამდე იქნები რომ მე ბიძინაზე არ მიღალატე, ბიძინას დედას შევთხარებ, ისი მეგობრობით ვინც ამაყობს, იმას მოუტყან დედის სმუტელი და ვინც ბიძინა ივანიშვილს გუტენის, აქ დიდ პატრიოტას ყველას მოგიტყანთ გამომწველავი ბებიაქალი. თქვენი დედა შევეცი მას ყველას. ყველა ბიძინისთვის მოგიტყანთ, მკვდარი და ცოცხალი, ვინც გაგაშინათ და თქვენი წილი დედა შევეცის ყველას. რაზა ვიზზე ტრაბახობთ, ვიჯო? თემურლენგს, მურმანყრუს და სხვა 1000 დედამოწყნუს არ გაუკეთებია იმდენი საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის, ჰიჰიჰაში ამ დედამოწყნულმა ურიამ, რაც გაუკეთა საქართველოს. ვერც გააკეთებდა. იმიტომ რომ ჰიჰიჰაით მოდით. და ქართველმა ერმა გული გაჩუქა და ტრაკი მოაბრუნეთ. და დედა უნდა მოგიტყნათ ტრაკში, ისე რომ არ გამრავდეთ. უკნიდან თქვენ საყვარელ ადგილას და ყველა ბიზნესის კიდე აგერ ვამბობ რა, ყველა ბიზნესის დედას შევთხარე მე პირადად. თუ ვინმეს პრეტენზიას ადაც შემხვდებით, როგორ შემხვდით, არა, მოდით და მომთხოვეთ პასუხის ყლე, თურმე ბერა ივანიშვილი იძახის, თურმე ჩემიო მეგობარიო, მე თუ ვინმე შემაგინებსო, ჩემი მეგობარი პასუხს მოთხოვსო, აქ რაშუაში, შენ მამა შენის დედა შევეცი და თქვენი დედა შევეცი. თქვენი დედას შევეცი, თქვენმა გადაგვარებულმა ოჯახმა დედა მოუწყნა ქვეყანას. გაგინებდნენ კი არა, ტყვიას უნდა გესროდნენ შუბში. როგორც საქართველოს მოღალატეებს, როგორც საქართველოს გამყიდველებს. გინება არ უნდათ რა, ბიზნეს როგორ ეხება. ამათ როგორ ეხება. თქვენი კი არა, თქვენზე კაისფრელის დედას შევთხარეს ყველასას რა. თუ ვინმე ქართველია დარჩენილი, რომელიც თქვენ გაკეთებთ და გადიდებთ, ყველას მოგიტყანთ დედის სამოტელი. ბოზიშვილები ხართ ყველა. თქვენი ჯიბე გირჩევნიათ. სულ დაყვებიან შენ უპრინციპო სპორტსმენები, დაცვათ ის გვარ გონია, რომ თელიერი არის, მასე გადაგვარებული და სულ ამომწვა. რამდენმა ქართველმა შეგაგინოთ, ხო? იმდენი გახარება მქონდეს მე, თქვენ ხართ ბიჭო ბოზები. ბოზები ხართ. ბოზი კიდო წმინდაა თქვენთან შედარებით. თქვენ ხართ საქართველოს პრები, საქართველოს მოღალატეები, ქართველი ერის გამანადგურებლები და უნდა აგოთ პასუხი. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამდენი მოღალატესისა, რა ქვია, კაშფანდური და გრიმიტი ქუჩაში. ბიძინა ივანიშვილს უნდა მოგეწყნას დედის სმუტელი პირველი და მერე დანარჩენებს და მერე ყველა მის ტაშის მკვლელებს. თქვენი სულ გაყიდული, ფულზე გაყიდული, თქვენი იუდა დედა შევთხარეს ყველასაც რა. მიდით ახლა და აქეთ და ლოცეთ და იმას კეთეთ და მე ბიძინაზე არ მიყალათ, ბიძინას დედა შევთხარე და მაგასთან მეგობრობით და შენაირი ქალის დედა შევთხარე, ქალბატონო ზაირა. მოგიტყან მკვდარი, ცოცხალი, ჯიში, ჯილაგი, თურქის ნათრეო ძუკნა. დედა მოგტყნია და ყველა შენაირი ქალის დედა მოგტყან. დედრის, შენმა ერმა დედარძე მოწყულმა მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი დედარძე მოწყული შვილი შეიძლება გაზარდოს. ეგერე, ვასიამოვნებად არ იყოს დიდგორობის გამო რო დაგვიჭირს. ხა, შენი უჯიშო დედას შევეცი. აბა დროებით.